ეხლა დიდი აღშფოთება ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ჟურნალის Lancet-ის ნაბიჯებზე, რომელმაც გამოაქვეყნა პეტიცია, სადაც მოითხოვენ ისრაელის სამედიცინო ასოციაციის მსოფლიო სამედიცინო ასოციაციიდან დროებით შეჩერებას. ეხლა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ექიმები ღაზისთვის, ხალხის ჯანმრთელობის მოძრაობა და ებრაული ხმის ჯანმრთელობის საკონსულტაციო საბჭო მშვიდობისთვის ითხოვენ ისრაელის ასოციაციის შეჩერებას. რადგან მათი თქმით, მან ვერ მოახერხა პალესტინელების გენოციდის, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ღაზაში ჯანდაცვის მუშაკების წამებისა და მკვლელობის წინააღმდეგ ხმა ამოეღო. და რა თქმა უნდა, დასაბუთებული ბრალდებები. ეხლა მსოფლიო კონგრესმა უკვე გაემიჯნა შეჩერების მოთხოვნისგან და განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება თავისი რომელიმე წევრის გარიცხვას, მათი მთავრობის ქმედებების გამო. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ სტუდიაშია უფროსი კორესპონდენტი უენ აუტმანი. რა შენზარავი ბრალდებებია ამ პეტიციაში? ეს მართლაც გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იყენებენ ექიმები და ისრაელის ტექნოლოგიებს სიცოცხლის გადასარჩენად მთელ მსოფლიოში. მოგვიყევი დეტალები ამ ამბავზე. მოусმინე ბენიტა, BDS მოძრაობა შეუჩერებელია და სექტორიდან სექტორზე გადადის სამიზნედ. ევროპაში ისინი სამიზნედ ირჩევენ მემარცხენე, ან როგორც ბევრმა ისრაელელმა თქვა, უკიდურესად მემარცხენე ისრაელელ რეჟისორსაც კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ისრაელელია. და ამის გამო ფილმის ფესტივალებზე ავიწროვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ეთანხმება მათ მიწმეს აპროტესტებს და ბოიკოტს უცხადებს, მისი შესიმისი შეხედულებების გამო. მაგრამ ნახე, აქ ორი განსხვავებული საკითხია. პირველი საკითხი უნდა გამოექვეყნებინა თუ არა ამ ჟურნალს The Lancet, ძალიან პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალს, ეს მოწოდება ბოიკოტის შესახებ. და შემდეგ არის თავად ბოიკოტის საკითხი. რაც შეეხება გამოქვეყნებას, ვფიქრობ, არგუმენტი ისაა, რომ ეს ჟურნალი შეზღუდული რაოდენობის გვერდებს და სტატიებს აქვეყნებს. და რამდენად მიზანშეწონილია, რომ მან გამოაქვეყნოს სტატია, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას ასახავს. თუნდაც მას კრიტიკული რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავდეს, თუნდაც ეს საკითხი იყოს. იცით, ნიშნულობა არ აქვს, მე ან თქვენ ვეთანხმებით ამ პოზიციას თუ არა. ეს საკითხი მსოფლიო სამედიცინო ასოციაციისა და მრავალი პროფესიული ჯგუფის დრის წესრიგშია. ეს არის არგუმენტი. რაც შეეხება ბოიკოტს, ნახეთ, ბოიკოტის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები სტანდარტულია და 10 წლეულების განმავლობაში დახვეწილია პროისრაელურ ჯგუფებსა და თავად ისრაელისა და მისი მხარდამჭერების მიერ. სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა სფეროში დიდ ხშირად წარმატებითაც დაუბრუნებიათ ბოიკოტის მცდელობები უკან. ორი მცდელობა, ორი პუნქტი. პირველი, რაც ახლა ხან მოვისმინეთ მსოფლიო სამედიცინო ასოციაციიდან, ხომ ასეა, რომელიც ამბობს, რომ ისრაელის სამედიცინო ასოციაციის წევრები, ისრაელი ექიმები და სამედიცინო პროფესიონალები ისინი არ უნდა აიკრძალონ მათი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო და არ უნდა დაისაჯონ კოლექტიურად და რომ ეს არასწორია. და მეორე არგუმენტია, რომ თუნდაც ვინმე არ ეთანხმებოდეს მთავრობის ან საზოგადოების პოზიციას, უკეთესია რომ იმ მთავრობასა და საზოგადოებასთან დიალოგი ჰქონდეს. და ამათ ბენიტა შეგიძლია მესამე არგუმენტიც დაამატო, ორმაგი სტანდარტების საკითხი. რატომ მიზანში იღებენ ისრაელის სამედიცინო ასოციაციას და არა რუსეთის სამედიცინო ასოციაციას, ან ირანის სამედიცინო ასოციაციას, ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეის სამედიცინო ასოციაციას? რატომ მხოლოდ ისრაელის ექიმები? ასე რომ ეს არგუმენტები გამოიყენება. ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის პასუხი ჩვენი პერსპექტივიდან, რაც ასოციაციის სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს. თქვენს რომ ამას არ უჯერთ მხარს, ამას არ თავაზობთ. და ჩვენ როგორც ორგანიზაცია ამას წინააღმდეგობას გავუწევ. როგორც კი ეს საკითხი კენჭის ხაზზე დადგება ჩვენს მომავალ შეხვედრაზე. ეს არის ძირითადი ხაზები. ეს ჩვენთვის ნაცნობია 10 წლეულების განმავლობაში ბოიკოტებთან ბრძოლის გამოცდილებიდან. ისინი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის წარმატებულები იყვნენ. და ჩვენ გვყავს ისრაელელები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ლობირებენ თავიანთ კოლეგებთან ბოიკოტის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, შენც და მეც ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მიაღწევენ. თუ ბოიკოტს, ესე ვთქვათ, მწვანე შუქს აუნთებენ, აგვიხსენით, რა ტექნიკური და სამედიცინო შედეგები ექნება ამას გლობალურად. რა მოხდება თუ სინამდვილეში ისრაელი ამ გლობალური ასოციაციის ნაწილი აღარ იქნება? ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ ისრაელის ასოციაცია საერთაშორისო ასოციაციიდან გამოეყოფა. ეს დააზიანებს თანამშრომლობას, დააზიანებს გაცვლებს და სავარაუდოდ გარკვეულ გავლენას მოახდენს ისრაელის როგორც წესი მაღალ შეფასებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორზე. პოლიტიკის გვერდზე გადადებით და იმის მიუხედავად, რას ამბობენ სხვადასხვა ადამიანები მსოფლიოში ამაზე, ისრაელის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა და ისრაელის სამედიცინო კვლევების სისტემა ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. And ფიქრობ ორივეს გვესმის, რეალურად რა კარგ საქმეს აკეთებენ, განსაკუთრებით ჩვენი ექიმები, ასევე ჩვენი საავადმყოფოები და მკვლევრები. და როგორ აგრძელებს ისრაელი მიუხედავად სირთულეებისა პიონერულ კვლევებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბენიტო უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებშიც?
უახლესი მაგალითია მძევლად აყვანილი ბავშვების მკურნალობა, სფერო, სადაც კვლევა არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ისრაელის მედიკოსებს წარუდგათ ეს დაუჯერებელი საშინელი გამოწვევა და შეძლეს თავიანთი გამოცდილებით მსოფლიოისთვის ესწავლებინათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გამოცდილების გაზიარება. ველოდებით, როგორ განვითარდება ყველაფერი, უფროსო კორესპონდენტო, ვენ აუტმან, მადლობა როგორც ყოველთვის.